მშვიდობისა 17 აპრილს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე ვიყვებით BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განათლების ახალი ხედვის ფარგლებში მასწავლებელთა კარიერული წინსვლის მიმართულებით ახალი სქემის შექმნაზე მუშაობენ. სამინისტროს განმარტებით, მუშაობა მიდის მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული სქემის შესაქმნელად, რომელიც საზოგადოებას ზაფხულში წარედგინება. სამინისტროს ინფორმაციითვე დამტკიცდება ჩინურის როგორც მეორე ენის სტანდარტი და დაიწყება ჩინური ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო რესურსების განვითარება. დასაქმების სააგენტოს მონაცემებით გასულ წელს ღია შრომის ბაზარზე 9393 სამუშაოს მაძიებელი სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა. ანგარიშის თანახმად, რომელიც 2020-2024 წლებს მოიცავს, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის ფარგლებში ღია შრომის ბაზარზე 32804 მოქალაქეა დასაქმებული. საქართველოში დაზღვეული დეპოზიტების რაოდენობა გაიზარდა და 1 აპრილისათვის საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 59 მილიარდ 858 მილიონ ლარს გადასცდა. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის CSGO კომპანია Smartmatic-ისაგან 2 მილიონ 900,000 დოლარის აპარატურას და პროგრამულ უზრუნველყოფას შეისყიდის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები ვრცელდება, რასთან დაკავშირებითაც უწყება ფაქტებს სწავლობს და აზუსტებს. ეს შეტყობინებები კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მხრიდან არ არის გაგზავნილი. გრანტების გაცემა და მიღება სრულად ქართული ოცნების დაქვემდებარებაში გადადის. პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით დამტკიცებული გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები პრეზიდენტის ხელმოწერით ძალაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაცია მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოურ გრანტს ვერ მიიღებს. საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად ქართული ოცნება თავად ქმნის სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს, რომელიც ორგანიზაციებს კონკურსის გზით შეარჩევს და ბიუჯეტიდან დააფინანსებს. რა კრიტერიუმებით შეირჩევიან გადასახადის გადამხდელთა ფულის მიმღებები უცნობია. ცნობილია, რომ გადაწყვეტილებას გრანტის გაცემაზე მთავრობისგან დაკომპლექტებული საბჭო მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება ერთპიროვნულად გადაწყვეტს, ვის მისცეს გრანტი და ვის არა. სამოქალაქო სექტორში მოლოდინები პესიმისტურია და ვარაუდობენ, რომ შერჩევითი მიდგომა სუბიექტივიზმზე და პარტიულ ინტერესებთან თანხვედრის კრიტერიუმზე იქნება დაფუძნებული. გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები დემოკრატიული მომავლისგან კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი არის, ასე შეფასდა ეს სიახლე საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ელენე გოგბერაშვილის სიუჟეტი ვნახოთ დეტალებით. საქართველოს მთავრობა NGO-ს თუ აფინანსებს, ამ შემთხვევაში ეს NGO ექცევა საქართველოს მთავრობის გავლენის ქვეშ, ხო? ანუ ეს არის ლოგიკა. მე ამას ვეთანხმები. ირაკლი კობახიძის ამ განცხადებით რთულად გამოსაცნობი არ არის, რის საფუძველზე იხელმძღვანელებს მთავრობა გრანტების მიღებაზე თანხმობის გაცემის ან მასზე უარის თქმისას. გრანტების კანონში შესული ცვლილებით, რომელიც ერთპარტიულმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, ოცნების არჩეული პრეზიდენტის ხელმოწერაც უკვე აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან მთავრობის თანხმობის გარეშე ვერც ერთი დონორი და საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ვეღარ დაეხმარება. თანხმობა გრანტის გაცემაზე დასჭირდება დონორს და არა გრანტის მიმღებს. აკრძალული გრანტის მიღება კი გრანტის მიმღების დაჯარიმებას გამოიწვევს აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით. აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგის დისკრეცია ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება. ერთ-ერთი მიმართულება ამ ყველაფრის ეს არის ის რესურსების, ყველანაირი რესურსის მოსპობა, რაც საქართველოში წლების განმავლობაში არსებობდა საგარეო დახმარების სახით და ამ რესურსზე კონტროლის დამყარება. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ ეს და მსგავსი სხვა რეპრესიული კანონები ქართული ოცნების ხელში იარაღია, რითაც ის სამოქალაქო ორგანიზაციებს ებრძვის. ქართული ოცნება გადაუწყვეტს მაგალითად გაეროს, ევროსაბჭოს და სხვა დასავლურ ორგანიზაციებს, ვის მისცენ გრანტი და ვის არა. ამ გზით კი ოცნება დაფინანსებას გადაუკეტავს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც მაგალითად ადამიანის უფლებებზე ან კორუფციაზე მუშაობს. სამოქალაქო გაერთიანების ორგანიზაციების სრული ელიმინაცია ან მათი შესაძლებლობების არსებითად შესუსტება არის ერთ-ერთი ოპერატიული ამოცანა და ეს ამ მიმართულებით არის ნაბიჯი და იარაღი ქართული ოცნების ხელში.
გრანტზე თანხმობის აუცილებელი წესი არ ვრცელდება მხოლოდ საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საზღვარგარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ისევე როგორც საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე. მიუხედავად ამისა, განათლების ექსპერტები არ გამორიცხავენ მსგავსი გადაწყვეტილებებით საქართველომ უნგრეთის ბედი გაიზიაროს. უნგრეთმა ზუსტად იგივე გააკეთა, რომ ევროპულ დაფინანსებებზე, მათ შორის უნივერსიტეტებზე, მთავრობა წყვეტდა, ვინ მიიღებდა და ვინ არ მიიღებდა ერასმუსის და თუნდაც ჰორიზონტის დაფინანსებას და მას შემდეგ, რაც ეს საკითხი დადგა, ჰორიზონტმაც და ერასმუსმაც უნგრეთთან შეწყვიტა ეს თანამშრომლობა. ისე რომ შემდეგი ნაბიჯი დღევანდელი არსებული ინიცირებული კანონმდებლობით ეს არ ეხება საგანმანათლებლო სივრცეს, თუმცა ყოველდღე ვნახულობთ ახალი კანონების მიღებას იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეიზღუდოს, ისე რომ ესეც აღარ არის გამორიცხული. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ ეხმარებიან დონორები საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციებს იმ სერვისების დაფინანსებაში, რომელიც სახელმწიფო პროგრამების მიღმა. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ოჯახების მხარდაჭერა აქამდე როგორც ასოციაცია ამბობს, ძირითადად მხოლოდ დონორების დახმარებით იყო შესაძლებელი. ორგანიზაციის ხელმძღვანელი შიშობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც სამართლებრივი პასუხისმგებლობაც ახლავს, მათ ბენეფიციარებს დახმარების გარეშე დატოვებს. ეს ერთის მხრივ აფერხებს როგორც ჩვენ საქმიანობას, ასევე იმ მცირე რაოდენობის დონორ ორგანიზაციებს და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც დააფრთხობს, რომლებიც შემორჩა ამ ქვეყანას. იმიტომ რომ არავის არ მოუნდება ასეთი წნეხის და წინააღმდეგობების გავლა და თან სამართლებრივი რისკებიც შემოდის ამ კანონთან დაკავშირებით და ალბათ ბევრ პრობლემა შექმნის და გააქრობს ამ მხარდაჭერას, რომელიც დარჩა ქვეყანას ამ დრომდე. კარგის მოლოდინი არც სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედ ორგანიზაციებს აქვთ, ყულფის უფრო მეტად მოჭერად აფასებს ქართული ოცნების მიერ უცხოური გრანტების შეზღუდვას ორგანიზაცია ელკანას დირექტორი. მე მესმის ეს ცვლილება როგორც კიდევ ერთი რაღაცა, ყულფის უფრო მაგრად მოჭერის მცდელობა, დაწყებული იმ გამჭირვალობის კანონიდან. თან ყველა ჯერზე ეს კანონები უკვე იმდენად ბუნდოვანი ხდება, რომ დიქტატორს უკვე შეიძლება ავტორიტარულ რეჟიმს შეუძლია ნებისმიერ ადამიანთან დაკავშირებით ნებისმიერი მხრიდან როგორც ქოთანს როგორც უნდა ისე მოაბამს ყურს. ქართული ოცნება თავად გადაწყვეტს ვის მისცეს როგორც უცხოური გრანტი, ისე სახელმწიფო დაფინანსება, რომლისთვისაც სახელმწიფო გრანტის სააგენტოს აფუძნებს. აღნიშნული სიპი კონკურსის საფუძველზე მხოლოდ იმ ორგანიზაციებზე გასცემს გრანტს, რომელთა საქმიანობა ქართული ოცნების პრიორიტეტულ მიმართულებაში ჩაჯდება. 19 წევრისგან შემდგარი საბჭოც სრულად ქართული ოცნების მთავრობისგან იქნება დაკომპლექტებული და მის ხელმძღვანელსაც ირაკლი კობახიძე დანიშნავს. სრულიად უნდა მოსპონ ყველანაირი რესურსი, რომლის საფუძველზე შეუძლია გარკვეულ გაერთიანებას შეძლო სახელმწიფოს გარეშე ავტონომიურად საქმიანობა და წინ წამოწიონ ორგანიზაციები, რომლებიც უკვე მათთან არიან დაახლოვებულები, რომელიც ხელოვნურად ამოავსებს იმ კვოტას, რომელიც დარჩება იმის შემდეგ, რაც ჩვენ გავუქმდებით, თუ რა თქმა უნდა მიზანს მიაღწიეს. ამ მოცემულობაში როგორში ჩვენი ქვეყანა იმყოფება, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს კონკურსი იქნება ჯანსაღ-გარემოში და სავარაუდოდ ისევ იმ ორგანიზაციების დაფინანსება მოხდება, რომლებიც არიან მთავრობასთან დაახლოებულები და მათი, ასე ვთქვათ, ინტერესების გარე. სახელმწიფო გრანტის სააგენტოს წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით არის განსაზღვრული. საგრანტო კონკურსების გამოცხადებას ქართული ოცნება სავარაუდოდ მომავალი თვიდან დაიწყებს. ამ კანონთან დაკავშირებით შეფასებები პოზიტიური არც ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან ყოფილა. თუმცა ეს არ არის ერთადერთი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამენ. გერმანიას საქართველოში 13 პირი ჰყავს მაგალითად დასანქცირებული. ეს გერმანიის ელჩმა გადაცემა რედაქტორთან ინტერვიუში განაცხადა, თუმცა სანქცირებული პირების ვინაობა არ დაასახელა. საქართველოში გერმანიის ელჩი განმარტავს, რომ გერმანულ მხარეს არ სურს ადამიანს
ადამიანის უფლებათა დამორღვევები მათ ქვეყანაში ჩავიდნენ. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანას სავარაუდოდ მაისიდან ახალი ფრიდრიხ მერცის მეთაურობით კოალიციური მთავრობა ეყოლება, საქართველოს მიმართ ქვეყნის პოლიტიკა არ შეიცვლება. კითხვაზე, რატომ არ საჯაროვდება სანქცირებული პირების ვინაობა, ელჩი განმარტავს, რომ ამას გერმანიის კანონმდებლობა კრძალავს. გერმანიას სანქციების ქართველი მაღალჩინოსნების სანქციების შესახებ ორჯერ აქვს ინფორმაცია გავრცელებული. ჩვენი შეფასებით დემონსტრანტების მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებები, ასევე დაირღვა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. ევროკავშირში შესასვლელად ადამიანის უფლებების პატივისცემა ფუნდამენტურია და ის დარღვეული იქნა, თანაც ძალიან მნიშვნელოვნად. ჩვენი პოლიტიკა და აღქმა არის ასეთი, რომ ადამიანის უფლებების საშინაო პოლიტიკის ნაწილად არ მიგვაჩნია, რადგან არსებობს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტი. ჩვენი მოვალეობაა მათი დაცვა, სწორედ ამიტომ დავაწესეთ სანქციები 13 პირის მიმართ, რაც არის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა. სანქციები არის გზავნილი საქართველოსთვის, რომ ადამიანის უფლებების დარღვევას არ ვეთანხმებით. ის ასევე გზავნილია, რომ გთხოვთ შეწყვიტოთ ეს ქმედება. გერმანიაში გვაქვს კანონი, რაც პერსონალური მონაცემების დაცვას გულისხმობს. სწორედ ამიტომ არ ვაქვეყნებთ ამ ინდივიდების სახელებს. საქართველოს მთავრობაში იციან სანქცირებულთა შესახებ. მე კანონი მიკრძალავს ღიად ვისაუბრო სახელებზე. გერმანიის ელჩი საქართველოში რედაქტორთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ საუბარი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას არ აქვს. პეტერ ფიშერის თქმით, ბოლოს მაღალი დონის შეხვედრა არჩევნებამდე პრემიერის ბერლინში ვიზიტისას შედგა. რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს. ელჩის თქმით, ევროკავშირი ქართველების ჩასვლას მიესალმება, თუმცა თუ ქვეყანა ფუნდამენტურად შეიცვლება, ეს საკითხი გადაიხედება. ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგანიჭეთ, მას შემდეგ ურთიერთობა გაუარესდათ, ან უჩვეულო სისტრაფით და ახლა კრიზისში ვართ. ვცდილობთ გადავწყვეტოთ რა ვქნათ, გსურს იქ დაბრუნება, სადაც აქამდე ვიყავით. არავის სურს ქართველი ხალხის დასჯა. ამის მიუხედავად უვიზო რეჟიმი არის დიდი პრივილეგია. ქვეყნების დიდ ნაწილს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს და ვიზა სჭირდებათ. ეს ნორმალური ვითარებაა. ქართველებს აქვთ ეს პრივილეგია. უვიზო რეჟიმი არის ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დემოკრატები, სადაც ადამიანის უფლებებს პატივსცემენ და საიდანაც მიგრაციის პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა შევხედოთ, არის თუ არა ეს პირობები დაკმაყოფილებული. ამ პროცესში ვართ, გვიხარია ქართველი ხალხის ჩამოსვლა, მაგრამ თუ ქვეყანა იცვლის საკუთარ ფუნდამენტს, ასევე არის მიგრაციის საკითხი. მაშინ ეს თემა ხელახლა უნდა განვიხილოთ. გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ნელგუჯა ხოკრიშვილი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეს რეალურად მიიჩნევს და ამბობს, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება ევროკავშირს პროცესში პოლიტიკური ინსტრუმენტის კომპონენტის შემოტანას აიძულებს. ხოკრიშვილის თქმით, ევროკავშირი ითხოვს ქვეყნებში, რომლებსაც უვიზო რეჟიმი აქვთ მინიჭებული, დაცული იყოს დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. იმ ფონზე კი, როდესაც ქართულ დიპლომატიურ პასპორტებზე უკვე შეჩერებული არის უვიზო რეჟიმი, რაც შეიძლება გაფრთხილებად ჩაითვალოს და რეალური ხდება დემოკრატიული უკუსვლის ფონზე ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. ხოკრიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი არის გაჩერებული და საქართველოს ასეულობით მილიონ ევროზე წდომის შეჩერების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. ეს საფრთხე ვიზა ლიბერალიზაციის გაჩერების რეალურია გამომდინარე იქიდან, რომ დღესაც დაწყებულა დაიწყო ეს პროცესი 2 წლის უკან. ეს ეხებოდა პირველ რიგში თვითონ ევროკავშირის შიგნით სავიზო პოლიტიკას და მასთან დაკავშირებულ საფრთხებს და რა თქმა უნდა გაჩნდა აქ პოლიტიკური ინსტრუმენტის კომპონენტი, რომელიც თქვენ უკვე ახსენეთ და წაიკითხეთ, ეს უკვე შეეხება იმ მინიმალურ დემოკრატიულ სტანდარტს, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. არსებობს შესაბამისი ევროკომისიის დასკვნაც, შეფასებაც, რაც ეხება ამ დემოკრატიულ უკუსვლას, რაც ეხება ადამიანის უფლებების დარღვევებს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ეს არის რეალური საფრთხე და რისკი. არ ჭირდება ევროკავშირის არავის დაშანტაჟება. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტრუმენტი და რა თქმა უნდა, მათ აქვთ რაღაცა პირობები, ახ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა და დიახ, ჩვენ რეალურად რამოდენიმე ასეულ მილიონ ევროზე დღეს დაკარგული გვაქვს, არ გვაქვს წდომა და აქვს მაგალითად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, იგივე მოლდოვას და იგივე უკრაინას. და დიახ, ეს რისკი რეალური არის, რომ აი ამ დემოკრატიის უკუსვლის გამო და აი ამ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ვიზა ლიბერალიზაციის მონაპოვარიც რისკის ქვეშ დაავალ.
მთავრობა უცხოელების მიმართ ახალი სახის სასჯელის შემოღებას გეგმავს. ეს არის უცხოელის ქვეყნიდან გაძევება და ასევე მისი შემოსვლის აკრძალვა. ასევე იზრდება ჯარიმები უცხოელებისათვის, რომლებმაც ქვეყანაში ყოფნის წესები დაარღვიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მათი ავტორობით მომზადდა და განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს წარედგინა. კანონპროექტი პარლამენტს ვებგვერდზე ატვირთული ჯერ არ აქვს, თუმცა ამ დროისათვის ცნობილია, რომ ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე უცხოელის ქვეყნიდან გაძევება და განსაზღვრული ვადით ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ადმინისტრაციული სახდელი სახარდი სახე უცხოელის ქვეყნიდან გაძევება და უცხოელის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა. თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით ინერგება ახალი მექანიზმი, რომლის თანახმადაც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების გარეშე თავშესაფრის განხილვა მოხდება, თუ უცხოელის ქვეყანაში შემოსვლა სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მნიშვნელოვნად მცირდება თავშესაფრის განხილვისა და გასაჩივრების ვადები და ასე შემდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი უცხოელებისათვის ან მოქალაქეობის არ მქონე პირებისათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენცია. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ევროპის პარლამენტის და საბჭოს დირექტივების შესაბამისად არის მომზადებული. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯარო სკოლებში ჩინური ენის შეთავაზებას გეგმავს და იდეასთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ ჩინურის დამატება იგეგმება როგორც მეორე უცხო ენად, როგორც ეს დღეს ფრანგულის, გერმანულის, იტალიური, თურქულის, რუსულის შემთხვევაშია. სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით პირველი უცხო ენა, რომელიც სავალდებულოა ყველა მოსწავლისათვის და ისწავლება პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ინგლისურია. მეორე უცხო ენის სწავლება მე-5 კლასიდან შეიძლება დაიწყოს და ნებისმიერი ენა, რომელსაც მოსწავლე ან მშობელი საკუთარი სურვილით აირჩევს, შეიძლება მათ შორის იყოს ჩინურიც. სკოლა ვალდებულია მოსწავლეს ასარჩევად შესთავაზოს სულმცირე ორი უცხო ენა. დღეისთვის სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ ფრანგული, გერმანული, იტალიური, თურქული და კიდევ სხვა ენები. ნებისმიერი ენის დასწავლის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებული არის მოემზადოს შესაბამისად, დაამტკიცოს პროგრამები, შეიმუშაოს სახელმძღვანელოები, გადაამზადოს მასწავლებლები და უზრუნველყოს სასწავლო პროცესის სტანდარტის შესაბამისად წარმართვა. უწყების ინფორმაციით ამ ეტაპზე ჩინური ენა 15 სკოლაში დამატებითი მომსახურების სახით ისწავლება და ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა არის მზარდი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით დაიწყება მუშაობა შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე. განათლების სამინისტრო მასწავლებელთა კარიერული წინსვლის მიმართულებით ახალი სქემის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ზოგადი განათლების ახალი ხედვის ფარგლებში მუშავდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მუშაობენ მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული სქემის შექმნაზე, რომელიც საზოგადოებას ზაფხულში წარედგინება. მეტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია. მასწავლებელთა კარიერული წინსვლის მიზნით ამ დრომდე შესაბამისი გამოცდებით ტარდება, ხოლო შემდგომ სტატუსის ამაღლებისათვის მასწავლებლისთვის პორტფოლიოს წარდგენა სპეციალური კომისიის წინაშე, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებას მისი სტატუსის გაზრდის შესახებ ხდება. თუმცა ეს პროცესი მეორე წელიარად შეჩერებულია. არსებული სისტემით სამი სტატუსი არსებობს: უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის. თითოეული შემთხვევაში ხელფასები განსხვავებულია. გასული წლის ზაფხულში განათლების წინა მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით მასწავლებლების ხელფასების გაანგარიშების ახალი ფორმულა შემუშავდა, რომლის შედეგადაც წამყვანის ფუნქციური დანამატი 150 ლარი, მენტორის ფუნქციური დანამატი 300 ლარი გახდა. 2025-2026 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა გაიზარდა და 14,487,500 ლარია. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 15 აპრილს გამოსცა. მიმდინარე სასწავლო წლის გრანტის ჯამური მოცულობა დაახლოებით 1 მილიონი ლარით ნაკლები არის და 13,162,500 ლარს უტოლდება. ზრდა სოციალ დაუცველების, ასევე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ჩამბარებელთა დაფინანსების გაზრდის
ხარჯზე მოხდა. სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ჯამურად მომდევნო სასწავლო წელს 2.817.500 ლარი იქნება, წელს 2.632.500 ლარი იყო. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსება 240.000 ლარი იქნება, წელს იგივე არის ეს თანხა. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება 900.000 ლარი იქნება, წელს მისი ნახევარი იყო 450.000 ლარი. ანალოგიურად სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულებისათვის გრანტით ჯამური დაფინანსება 900.000 ლარი იქნება, როცა წელს 450.000 ლარია. აფხაზურ და ოსურ ენებზე ჩაბარებისას კი 10.000 ლარი იქნება, მიმდინარე სასწავლო წელსაც იგივე რაოდენობა იყო ამ მხრივ. ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით სახელმწიფო უწყებებში პრემია დანამატების მოცულობა 114.300.000 ლარით გაიზარდა. ანგარიშის თანახმად 2024 წელს სახელმწიფო უწყებებში პრემია დანამატების სახით ჯამში 527.500.000 ლარი გაიცა. აქედან 473.9 მილიონი დანამატებზე 54 მილიონი ლარი პრემიები იყო. TBC ბანკის არხებით რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად რეზიდენტებში 44%-ით და არარეზიდენტებში 22%-ით გაიზარდა. TBC კაპიტალის კვლევითვე მარტში TBC ბანკის არხებით მთლიან უნაღდო დანახარჯებში რესტორნების წილმა 14% და სურსათის წილმა 29% შეადგინა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით 2024 წელს საქართველოს 83.700 ტონა ხორცი აწარმოა. მაჩვენებელი წლიურად 6.4% არის გაზრდილი. სტატისტიკის მიხედვით 2021 წლიდან მოყოლებული წარმოება მზარდია, თუმცა მაჩვენებელი მკვეთრად არ არის შეცვლილი. CES-ის ინფორმაციით 27.000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორციდან აღებულ ნიმუშებში ლაბორატორიული კვლევის შედეგად სალმონელაა გამოვლენილი. ამ განცხადების თანახმად კანონის შესაბამისად ტვირთი ექსპორტიორ ქვეყნებში გაბრუნებას დაექვემდებარა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით სასაზღვრო საკარანტინო კონტროლის დროს იმპორტირებულ ტკბილ კარტოფილში დარღვევები გამოვლინდა და კონკრეტულად ტკბილი კარტოფილის 70% საკვებად უარგისი იყო, რის შედეგადაც ტვირთი სრულად განადგურდა. ეროვნული ბანკის მარტის ინფლაციური მოლოდინების და ეკონომიკური აქტივობის ანგარიშის თანახმად ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი ერთ წლიან პერიოდში შემცირდა. მარტში თებერვალთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები არის იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქციაზე ფასების მატებას 2-4%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდება. ამავე დროს მომატებული არის იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 0-დან 2%-ის და 4-დან 6%-ის, ასევე 6-8%-ის ინტერვალში ვარაუდობენ. ამავდროულად ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა თანახმად მარტში თებერვალთან შედარებით ერთ წლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4-6%-ის და 6-8%-ის ინტერვალში ფიქრობენ, მომატებულია. ნაკლებული არის იმ რესპონდენტთა ხვედრითი წილი, რომლებიც 1 წლის ჰორიზონტზე ინფლაციას უფრო დაბალ ინტერვალში, დაახლოებით 0-დან 2%-ის და 2-დან 4%-ის ფარგლებში მოიაზრებენ. ასევე მარტში წინა თვესთან განსხვავებით აღარ არიან ისეთი რესპონდენტები, რომლებიც სამომხმარებლო ფასების შემცირებას -2%, 0%-ის ინტერვალში და -2%-ზე ნაკლებად ელოდება. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ შემცირებული არის იმ რესპონდენტთა რაოდენობა CES-ის ამ ანგარიშის მიხედვით, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას 8%-ზე მეტად ელოდება. გამოკითხულთა აზრით, მარტში თებერვალთან შედარებით 3 წლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ თებერვალთან შედარებით მომატებული არის იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 3 წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად ელოდება და მეორე მხრივ შემცირებული არის იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში 4-6%-ის ფარგლებში პროგნოზირებენ. გაზრდილი არის იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ინფლაციას 2-4%-ის ფარგლებში მოელიან და გამოკითხვის შედეგებით მარტში თებერვალთან შედარებით მოლოდინები ხელფასის ზრდაზე მცირედით მომატებულია. გაზრდილი არის ისეთი რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც ხელფასის ცვლილებას 0-10%-ის და 10-20%-ის ფარგლებში ელოდება. შემცირებული არის იმ რესპონდენტთა რიცხვი, რომლებიც ხელფასის ცვლილებას -10-0%-ის მიდამოებში მოიაზრებენ და კვლევა აჩვენებს, რომ მარტში კომპანიაში წარმოებისთვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა, ანუ კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით წინა, ანუ თებერვალთან შედარებით გაზრდილია.
2024 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა მივლინებებზე ჯამში 71,300,000 ლარი დახარჯეს. ბიუჯეტის მონიტორის თანახმად ეს მოიცავს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ მივლინებებზე დახარჯულ თანხას. მაჩვენებელი მცირედით ჩამორჩება 2023 წელს დახარჯულ 72,9 მილიონ ლარს, რომელიც 4 წლიანი მაქსიმუმი იყო. მივლინების ხარჯი რეკორდული 2019 წელს დაფიქსირდა 83,300,000 ლარი. რაც შეეხება დანახარჯებს უწყებების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების სამივლინებო ხარჯი 2 მილიონ ლარს 100,000-ით გასცდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯი 478,712 ლარი იყო. მთავრობის ადმინისტრაციის 2 მილიონ 300,000 და საზოგადოებრივი მაუწყებლის 1,700,000 ლარი. სამინისტროების მიხედვით გასული წლის სამივლინებო ხარჯები ასეთ სურათს გვაძლევს. თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში 9 მილიონი იყო, იუსტიციის სამინისტროში 17,100,000, შინაგან საქმეთა სამინისტროში 7,700,000, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემთხვევაში 5,800,000, საგარეო საქმეთა სამინისტროში 3,300,000, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში 4,900,000, კულტურის და სპორტის სამინისტროში 4,100,000, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შემთხვევაში 3,100,000 ლარი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხარჯი კი 4,100,000 იყო. ფინანსთა სამინისტროს შემთხვევაში ხარჯმა 1,600,000 შეადგინა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემთხვევაში 528,685 ლარია აღრიცხული. – 2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით საზოგადოებრივ სამუშაოებზე სახელმწიფომ 40,000-მდე სოციალურად დაუცველი დაასაქმა. ეს დასაქმების სააგენტოს ანგარიშია მითითებული. 2024 წელს უშუალოდ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში სულ 31,192 სოციალურად დაუცველი პირი იყო დასაქმებული. სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 3 წელში ქვეპროგრამის ფარგლებში ღია შრომის ბაზარზე 32,804 პირი დასაქმდა და მათ შორის გასულ წელს კერძო სექტორში სამსახური 9,393-მა სოციალურად დაუცველმა დაიწყო. სპეციალისტების ნაწილის შეფასებით, ასეთი პროგრამები მთავრობისათვის ერთი მხრივ უმუშევრობის მაჩვენებლების ხელოვნურად შემცირების ბერკეტია და მეორე მხრივ ამ გზით არის მცდელობა მეტი ადამიანი იყოს მათი პოლიტიკური კონტროლის ქვეშ. რამდენად ეფექტიანია ჯამში სახელმწიფო დასაქმების პროგრამები? ნუცა შუბაშვილმა მოგვიმზადა ამ თემაზე სიუჟეტი. 2022 წლის მარტიდან, ანუ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით სახელმწიფომ სულ 39,707 სოციალურად დაუცველი დაასაქმა. მათ შორის გასულ წელს სხვადასხვა საზოგადოებრივ სამუშაოებზე 31,192 სოციალურად დაუცველი პირი იყო დასაქმებული. პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ძირითადად სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში არიან დასაქმებულები, ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა მაგალითად მეზოვე, დამლაგებელი, დამხმარე მუშა, კარისკაცი, მზარეულის დამხმარე, ბიბლიოთეკარი, დარაჯი და სხვა. პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველებს სტატუსი და შესაბამისი შემწეობა 4 წლით უცვლელად უნარჩუნდებათ. სპეციალისტების ნაწილის შეფასებით პროგრამა ნაკლებადაა ორიენტირებული სოციალურად დაუცველების რეალურ დასაქმებაზე და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსახლეობის ამ ფენაზე პოლიტიკური კონტროლის შენარჩუნება. ახლა გვაქვს ესეთი ვითარება, როდესაც სოციალურ პროგრამაში რჩება ეს მოქალაქეები და პარალელურად ამავდროულად მივიხსენებთ ეს ვთქვათ დასაქმებულად თვითონვე მოუწყო ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული დასაქმების შესაძლებლობები სახელმწიფომ, თუმცა ეს დასაქმება არის გარკვეულწილად ბრჭყალებში დასაქმება, ამიტომ ვიცით რომ ზოგ ესე ვთქვათ სტრუქტურაში ერთი და იგივე ფუნქციით მუშაობს რამოდენიმე ათეული ადამიანი, როდესაც მართლა არ არის საჭირო და უბრალოდ თავს იტყუებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო აი ამ პროგრამის ვთქვათ ამოქმედებით და აწყობს უბრალოდ თავრობას იმით, რომ ძირითადი ეფექტი ამ შემთხვევაში არის ის, რომ როგორც პოლიტიკური ელექტორატის დაჭერა, ასევე ზეგავლენა სტატისტიკურ მონაცემებზე. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებული სოციალურად დაუცველების ყოველთვიური ანაზღაურება 300 ლარია. გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით ჯამურად დაახლოებით 104 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს არის ფაქტობრივად კვაზი დასაქმების სახელმწიფო პროგრამა. ასე აფასებს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამას IDFI-ის ეკონომიკის და სოციალური პოლიტიკის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი გოგო თუშურაშვილის თქმით, ამ გზით მთავრობა ხელოვნურად ცდილობს უმუშევრობის მაჩვენებლების შემცირებას. მეორე მხრივ კი სურს, რომ უფრო მეტი ადამიანი იყოს მათი პოლიტიკური კონტროლის ქვეშ.
ეს ადამიანები საქმდამოდნენ ადგილობრივ თვითმმართველობებში, კერძოდ აიპებში, სიპებში, თუმცა ეს ვაკანსიები რამდენად საჭირო იყო, რამდენად ეფექტიანი იყო შექმნილი, ბევრი კითხვა არსებობდა ბოლო წლებში, აგრეთვე ჩვენ ვეღარც ვიღებთ ინფორმაციას ზოგადად თუ კონკრეტულად რომელ უწყებებში და რა ვაკანსიებზე ხდება მათი დასაქმება და ფაქტობრივად ეს იყო ფორმალური დასაქმება, რომელიც ერთის მხრივ ამცირებდა უმუშევრობის მაჩვენებელს ქვეყანაში, ხოლო მეორეს მხრივ უკვე სახელმწიფოს უჩნდებოდა მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ მათზე მოეხდინა პოლიტიკური ზეგავლენა, ასე ვთქვათ, სოციალურ დახმარებაზე ყოფილიყო უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმული. ეს პროგრამა არის ერთგვარი კვაზიდასაქმების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გამსჭვალული არის სოციალურ-პოლიტიკური მიზნებით და ასე ვთქვათ, ნაკლებად კავშირში არის ჯანსაღ ეკონომიკურ პროცესებთან. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის ფარგლებში ბოლო 3 წლის განმავლობაში ღია შრომის ბაზარზე, ანუ კერძო სექტორში 328.804 პირი დასაქმდა. მათ შორის გასულ წელს ბიზნეს სექტორში სამსახური 9,393-მა სოციალურად დაუცველმა დაიწყო. თავად კერძო სექტორის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ პროგრამის მეტი ეფექტიანობისთვის აუცილებელია მეტი აქცენტი სოციალურად დაუცველების, უნარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე გაკეთდეს, რათა მათ სწრაფად გადაინაცვლონ რეალურ შრომის ბაზარზე. რაც შეეხება ეფექტურობას, ვფიქრობ, რომ მსგავსი პროგრამით ნამდვილად ხელშემწყობია ამ ადამიანებისთვის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნებოდა კიდევ უფრო მეტად სისტემური მიდგომა, მომზადება და გადამზადება ამ ადამიანების იმ უნარებში, რომელიც დღეს ბაზარზე არის მოთხოვნადი და უფრო მაღალი, ვთქვათ, სამუშაო ანაზღაურების შეთავაზება მათთვის. ამიტომ პროექტისადმი უფრო მეტად სისტემური მიდგომა, ჩემი აზრით, ძალიან ეფექტური იქნებოდა გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ამ ადამიანებს ჰქონდეთ ახალი ცოდნა, უნარები და კომპეტენცია და უფრო მეტად მოთხოვნადნი იყვნენ სამუშაო ბაზარზე. 2025 წლისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 103.300.000 ლარი დაიხარჯება. სარესტორნო ბიზნესი სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე არსებული საგადასახადო შეღავათების გადახედვას ითხოვს. საუბარი არის დამატებული ღირებულების გადასახადზე, რომლისგანაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია გათავისუფლებულია. მისი მომხმარებლები კი, რომლებიც DGG-ს გადამხდელები არიან, DGG-ს ჩათვლას შესაბამისად ვერ აკეთებენ. პრობლემაზე ჰორეკა სექტორი წლებიარად საუბრობს. რას ითხოვს სარესტორნო ბიზნესი და როგორი არის ამ კუთხით საერთაშორისო გამოცდილება. ანუკა ჯოხაძე მიმუშავა ამ თემაზე. სარესტორნო ბიზნესს პრობლემები აქვს. ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილებას კერძო სექტორში მაღალი საოპერაციო ხარჯებით ხსნიან. ის რაც ბიზნესის მფლობელთა შეფასებით მათ ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის, DGG-ს 18%-იანი გადასახადია. სექტორი, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლას ვერ ახერხებს, რადგან ეს პროდუქტი სარესტორნო ბიზნესისგან განსხვავებით ნულოვანი დაბეგვრით სარგებლობს. თქვენთვის როდესაც მე კერძი შევქმენი, მნიშვნელოვანია რომ მე საბუთით ვიყიდო, ანუ DGG-ს საბუთით ვიყიდო. როდესაც მე DGG-ს საბუთით ვერ ვყიდულობ, ავტომატურად ის მე უნდა გავიტანო ხარჯში და აქედან გამომდინარე დამატებით კიდე დაბეგვრის პრინციპი მოქმედებს ამას. მე მიწევს სხვა კომპანიის დაქირავება იმისთვის სადისტრიბუციო ან დიდ ჰიპერმარკეტში შესყიდვა იმ პროდუქტის, რომლისგანაც მე შევქმნი პროდუქტს. ავტომატურად ფასი იზრდება და ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები ამბობენ იმას, რომ სარესტორნო ბიზნესი ძალიან ასე ვთქვათ გაძვირებულია და გაძვირებული იქნება, იმიტომ რომ ამომავალი წერტილია პროდუქტი, რითაც მე გარდავქნი და შემდეგ მე უკვე მომხმარებელი ყიდულობს. მე თუ ძირი არ დამხვდა სტაბილური, მე ვერასდროს ვერ დავიჭერ ფასს. ფინანსთა სამინისტროში არსებული საშეღავათო განაკვეთების ეფექტიანობაზე რამდენიმე წელია მუშაობენ და DGG-ს ნულოვანი დაბეგვრის ეფექტიანობის შესახებ მომზადებულ ანგარიშში მიუთითებენ, რომ შეღავათს უარყოფითი შედეგები მოჰყვა. ადგილობრივი აგროპროდუქტის მომხმარებლებისთვის პრობლემამ საბოლოოდ სოფლის მეურნეობის დარგში ნულოვანი დაბეგვრის წმინდა ეფექტიც დააზიანა. მერიკო გუბელაძე ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე წლებია საუბრობს. რესტორატორის შეფასებით, რესტორნების ნაწილი ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე უარს იმპორტირებული სასარგებლოდ ამბობს. რათა DGG-ს ჩათვლის შესაძლებლობა ჰქონდეს. მე უკვე ბევრი ვიცი ჩემი კოლეგები, ვინც გადავიდა შემოტანილ პროდუქციაზე და ეს ტენდენცია მგონია რომ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ ამ სფეროს დღეს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და დავიწყოთ იქიდან რომ პირველ რიგში და ყველაზე დიდი პრობლემა არის
სტუმრების ნაკლებობა. სეზონს, რასაც ვეძახით, სეზონი დაიწყო, მაგრამ სტუმრებს ვერ ვხედავთ. განახილ უნარიანობა ჩვენი სტუმრების არის საგრძნობლად შემცირებული. დღეგეს ფაქტორი კიდე ერთ-ერთია, რაც ემატება, ხო? ნაკლები სტუმარი, ნაკლები განახილ უნარიანი სტუმარი, გაძვირებული პროდუქცია, გაძვირებული ხელფასები, დღეგე ისევ გვაწვება, კომუნალურები ისევ ძალიან ძვირია და უკვე ყველაფერი ერთმანეთ ჯაჭვა დაეწყობა ხოლმე და კი სფეროს მიჭირს და მე არ მიკვირს, რომ რესტორნები იკეტება. Tax and Legal Solutions-ის მმართველი პარტნიორი და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გვიხსნის, რომ საგადასახადო შეღავაც, რომელსაც ადგილობრივი წარმოება უნდა წაეხალისებინა, უკვე ეფექტი ჰქონდა. მისი თქმით, დღეს ფერმერებს რესტორნებთან თანამშრომლობა უჭირთ, შესაბამისად ცდილობენ პროდუქცია, რომელსაც ყიდიან, დღეგეთი მაინც დაბეგრონ და შემსყიდველებს დღეგეს ჩათვლის საშუალება მისცენ. სურაბ ძნელაშვილის ინფორმაციით, გამოსავლის ამ ფორმით ძიება პრობლემებს მაინც ქმნის, რადგან შემოსავლების სამსახური ჩათვლას არ აღიარებს და შემსყიდველი ჯარიმდება. დაიწეს დაბეგრო თავიანთი პროდუქციის დღეგეთი, ანუ ისინი არაფერს არ მალავდნენ. ანუ შეეძლოთ რომ არ დაებეგროთ, მაგრამ ბეგრავდნენ დღეგეთი, ანუ ადეკლარირებდნენ და იხდიდნენ და შემძენის შესაბამისად ითვლიდა ამ დღეგეს. თუმცა პრაქტიკა ახლა როგორ განვითარდა, რა იყო ამის გაგრძელება, რომ შემოსავლების სამსახურმა როდესაც დაიწყო ამ პროდუქციის შემძენების შემოწმება, მათ ჩათვალეს, რომ მათ ჩათვლის მიღების უფლება არ ქონდათ, ვინაიდან გამყიდველისთვის ეს მიწოდება იყო გათავისუფლებული დღეგესგან და დაიწყეს ამ დღეგეს ჩათვლების გაუქმება და დაჯარიმება ამ შემძენი პირების. გადასახადის გადამხდელის უფლებებში წერია ეს, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს ისარგებლოს საგადასახადო შეღავაზე. რატო არ წერია ვალდებულებებში? ის არ არის ვალდებული რომ ისარგებლოს. შესაბამისად, პირი რომელიც აქვს არ გადახდის უფლება, მაგრამ არ სარგებლობს ამ უფლებით და იხდის დღეგეს, ადეკლარირებს, იხდის ყველაფერს სწორად, მას ეს დღეგე რატო მის შემძენს რატომ არ აქვს უფლება რომ ჩაითვალოს. პრაქტიკა არის გასასწორებელი ამ კუთხით ასეთ სიტუაციებში დღეგეს ჩათვლის გაუქმება არ უნდა ხდებოდეს. დღეგეს ნულოვანი დაბეგრვის პრინციპი უნდა შენარჩუნდეს, ამბობს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე და გვიხსნის, რომ გამოსავალი სარესტორნო ბიზნესისთვის არა შეღავათის გაუქმება, არამედ მისი შემსყიდველი ძირითადი სექტორისთვის, სარესტორნო ბიზნესისთვის შეღავათების დაწესება. ამ კუთხით საუკეთესო პრაქტიკა მაინც გახლავთ ან ნულოვანი კვებაზე ზოგადად, ან ნულოვანი, ან უმეტეს ქვეყნებში მაინც არის შემცირებული დღეგეს ტარიფი, რაც გავრცელებულია ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში. ვფიქრობთ, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი ამ კუთხით იმისათვის, რათა კიდევ უფრო ასე ვთქვათ, ისარგებლოს სხვადასხვა ინდუსტრიებმა. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობისთვის დღეგეს გათავისუფლების მოხსნა იქნება ძალიან ცუდი ეფექტი, აქედან გამომდინარე შეიძლება რომ იყოს ან განულებული, დარჩეს განულებული სოფლის მეურნეობაში და შემცირდეს სხვადასხვა ინდუსტრიებში, რომ მათთვის იყოს ეს უფრო ნაკლები, ასე ვთქვათ, წნეხი და შესაბამისად იმედი გვაქვს, რომ ეს რაღაცა ფასებს სტაბილურობას მოახდენს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სოფლის მეურნეობის წახალისების, ადგილობრივი წარმოების ზრდისა და იმპორტირებულ პროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირებისთვის სოფლის მეურნეობის გარკვეული კატეგორიის პროდუქტებზე დამატებითი ღირებულების ნულოვანი გადასახადი 2012 წლიდან მოქმედებს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეღავათის შემოღებიდან მე-10 წელს რეფორმის შედეგად დღეგეს საგადასახადო დანახარჯების წმინდა ეფექტი ნომინალურ გამოსახულებაში 198 მილიონი ლარის წმინდა დანაკარგს უტოლდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის სექტორმა დაახლოებით 300 მილიონი საგადასახადო შეღავათის მიცემის შედეგად მხოლოდ 121 მილიონი ლარით ისარგებლა. მაშინ როცა ეკონომიკის დანარჩენი სექტორების დანაკარგი 319 მილიონი ლარი იყო. TBC კაპიტალის კვლევით მიმდინარე წლის მარტში TBC ბანკის არხებით მთლიან უნაღდო დანახარჯებში რესტორნების წილმა 14% და სურსათის წილმა 29% შეადგინა. TBC კაპიტალის ანალიტიკის თანახმადვე ამავე პერიოდის სტატისტიკით TBC ბანკის არხებით სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 27%-ით არის გაზრდილი, ტრანზაქციის საშუალო ღირებულება კი 16 ლარია. აღსანიშნავია ისიც, რომ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია 7%-ს აღწევს. რაც შეეხება სხვა კატეგორიებს, დანახარჯებში 7%-იანი წილი აქვს ტანსაცმელს და აქსესუარებს, 6% საწვავს და ფარმაციას, 5% ელექტრონიკას, 4% სამშენებლო მასალებს, 3% სასტუმროებს. წერს TBC კაპიტალი განახლებულ მონაცემებში. მარტშივე ისევ TBC ბანკის არხებით რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად რეზიდენტებში 44% და არარეზიდენტებში 22% არის გაზრდილი. მეორე მხრივ მნიშვნელოვანი სხვაობა არის რეზიდენტ არარეზიდენტებში საშუალო ტრანზაქციის კუთხით.
არარეზიდენტების მიერ ტრანზაქციაზე საშუალო გადახდილი თანხა რეზიდენტებისას თითქმის 4-ჯერ 3.72 მიასჯერ აღემატება. რეზიდენტების ერთ ტრანზაქციაზე საშუალოდ 25 ლარი არის გამოკვეთილი და არარეზიდენტების შემთხვევაში ერთი ტრანზაქციის საშუალო მოცულობა 93 ლარია. კომპანია აგროქიზიყი გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ ნორიოსთან ახლოს ფერმას აშენებს. BMG TV-ს გადაცემა წერტილში კომპანიის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ფერმის მშენებლობაში ინვესტირებული არის 2 მილიონ ლარზე მეტი და ინვესტირების პროცესი გრძელდება. მეკა გონაშვილის ინფორმაციით, ფერმა ძირითადად ორი მიმართულებით იქნება. მოეწყობა როგორც საკარანტინო საექსპორტო ზონა ცხოველებისათვის, ასევე სასუქი მოედანი მსხვილფეხა საქონლისათვის. ფერმაში დაახლოებით 15,000-დან 20,000-მდე სული ცხვარის ერთდროულად შენახვა იქნება შესაძლებელი და ეს ნაწილი უკვე მოწყობილია. ახლა კი უკვე მსხვილფეხა საქონლისათვის სასუქი მოედნების მოწყობა ხდება, სადაც ერთდროულად 3,000-დან 5,000-მდე რქოსანი პირუტყვის გასუქება იქნება შესაძლებელი. რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფერმა გამოდის, რომელსაც შეიძლება ყველაზე დიდი რაოდენობის საქონელი მიიღოს და დაამუშაოს, ამბობს ფერმერი და აღნიშნავს, რომ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, საქონლის ხორცის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე გეგმავენ. ფერმა იქნება ძირითადად საექსპორტო საკარანტინო ზონა ცხრისთვის, ხოლო მსხვილფეხა რქოსანის მიმართულებით ეს იქნება, სადაც მოხდება სასუქი მოედანი იქნება, სუქება. დაახლოებით გეტყვით ციფრებს, სადღაც 15-დან 20,000 სულამდე ცხვრის ერთდროულად შენახვა შეგვეძლება. ფერმაში ეს უკვე გაკეთებული არის და ეხლა კეთდება უკვე საქონლის ნაწილი, სადაც დაახლოებით 3-დან 5,000 სულამდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სუქება შეგვეძლება ერთდროულად. დღესდღეობით უკვე დაახლოებით სადღაც 1,5 მილიონ ლარზე მეტია, 2 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული და კიდე გრძელდება პროცესი თვითონ ფერმის მოწყობაზე. ეს არის ღია ფერმა, თუმცა ჩვენ მხოლოდ ღია ან მხოლოდ ფერმის მიმართულებით არ შემოვიფარგლებით ამ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ აქ საუბარი არის იმაზე, როგორ საკვები ბაზა, როგორ უნდა იყოს და როგორც მოვაწყობთ ამ ყველაფერს. თუმცა ჩემი აზრით მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ასე ვთქვათ, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფერმა გამოდის, რომელსაც შეუძლია ერთდროულად დიდი რაოდენობის სულადობა მიიღოს და ასე ვთქვათ, დაამუშაოს აცრას, თუ აქ მხოლოდ ის არ არის, რომ ცხვარი მოვიყვანოთ, ან ძროხა მოვიყვანოთ. პარკ ჰოტელმა, რომელიც ბორჯომსა და წყალტუბოში სასტუმროებს ფლობს, დაბა სურამში, კონკრეტულად ჩუმათელეთში არანაკლებ 30 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 2027 წლის თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს, რისთვისაც არანაკლებ 3 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებით პარკ ჰოტელისათვის პირდაპირ მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 დეკემბრის განკარგულებაში ცვლილებები შევიდა. მთავრობამ 2020 წელს პირდაპირ მიყიდვის ფორმით გადაცემულ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე პირდაპირ მიყიდვის ფორმით გადაცემულ ქონებაზე კომპანიას საინვესტიციო ვალდებულების შესრულების დრო გაუხანგრძლივა, რისთვისაც პარკ ჰოტელმა ცვლილებების ხელშეკრულების გაფორმებამდე 42,241 ლარი უნდა გადაიხადოს. მთავრობის განკარგულებაში პარკ ჰოტელთან დადებული ხელშეკრულების პირობების დეტალები არ იყო გაწერილი. ამასთან დაკავშირებით BMG სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა, სადაც განმარტეს, რომ 2020 წელს პარკ ჰოტელს პირდაპირ მიყიდვის ფორმით ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ჩუმათელეთში მდებარე არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები და მასზე განლაგებული შენობა ნაგებობები გადაეცა. მიწის საერთო ფართობი 119,031 კვადრატული მეტრია, რისთვისაც კომპანიამ 9 მილიონი ლარი გადაიხადა. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის CESCO კომპანია Smartmatic-ისაგან 2,900,000 დოლარის აპარატურას და პროგრამულ უზრუნველყოფას იყიდის. ეს იგივე კომპანია, რომლის აპარატურითაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. შესყიდვის აღწერაში ნათქვამია, რომ CESCO იყიდის როგორც ხმის დამთვრელ 450 ახალ აპარატს და 450 საარჩევნო ყუთს, ასევე ამ აპარატებისათვის განკუთვნილ სხვადასხვა სახარჯ მასალას და პროგრამულ უზრუნველყოფას. გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის CESCO-მ Smartmatic-ს აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვისათვის 54,200,000 ლარი გადაუხადა.
თბილისის მერიის ინფორმაციით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რესტორან გაგრის მიმდებარედ გზის დაზიანებული მონაკვეთის და საფეხმავლო ბილიკის გამაგრება გრძელდება. ტერიტორიაზე მოწყობილი არის ამ დროისათვის სამშენებლო მოედანი და გეოლოგიური კვლევა ტარდება. კახა კალაძის თქმით, გზის აღდგენა მაისის ბოლოსთვის დასრულდება და მოძრაობაზე შეზღუდვა ამ დროისთვის მოიხსნება. სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 5 მილიონი ლარი არის, თბილისის მერიის დაკვეთით კომპანია Flexi Group-ი ახორციელებს. პირველი რაც გაკეთდა, მოხდა სამუშაო მოედნის მომზადება. გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენს წყალუხობა, გაზაფხულია და გვესმის ყველას, მტკვარი მოდიდებულია, რაც გარკვეულწილად აფერხებს სამუშაოებს, თუმცა რაც შეეხება სავალი გზის აღდგენას მაისის ბოლოს სამუშაოები დამთავრებული იქნება და ავტომობილების გადაადგილება უკვე თავისუფლად იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ხიმინჯოვანი კედელის მოწყობას, სადღაც ივნისისთვის მთლიანად იქნება დასრულებული სამუშაოები. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია წყლის დონეზე. ხედავთ, რომ მტკვარი მოდიდებულია და როგორც გითხარით, ამ წუთში მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევები, თუ რა ტიპის ხიმინჯოვანი კედლის სამუშაოები უნდა განხორციელდეს. თბილისის ავტობუსის კონტროლიერებს ახალი სტილის ფორმა აქვთ. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ 2.100.000 ლარი დახარჯა იმისთვის, რომ მათთვის ახალი ტანსაცმელი შეეკერათ. ახალი ფორმა მწვანე ფერისაა, მაშინ როცა ადრე კონტროლიერებს ლურჯი ფერის სამუშაო ფორმა ჰქონდათ. ტანსაცმლის შეკერვის მიზნით ტენდერი უწყება გასული წლის 2 ოქტომბერს გამოაცხადა 5 პრეტენდენტიდან. ხელშეკრულება შპს ტაქტიკალ ჯისთან გაფორმდა. სატენდერო დოკუმენტაციით 750 კონტროლიორი ყავს უწყებას და თითოეული სამუშაო ფორმის ტანსაცმელზე 2.800 ლარი დაიხარჯა, თუმცა კომპლექტში შედის ზაფხულის მაისური, ასევე პერანგი, როგორც გრძელი, ასევე მოკლე სახელოები, ჩარვალი, როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის, ჰალსტუხი, პულოვერი, ზაფხულის და ზამთრის ქუდები, ჩანთა, თბილი ქურთუკი, ზამთრის და ზაფხულის ჟილეტი, ცალ-ცალკე, საწვიმარი ლაბადა და ზაფხულისა და ზამთრის ფეხსაცმელი. ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან 11 თებერვალს გაფორმდა. ეს ხელშეკრულება წლის ბოლომდეა ძალაში. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გელოდებათ, რომელსაც გიორგი არონია და გიორგი თოლორდავა გაუძღვებიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამო 7 საათზე დროებით.